ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართულ ონლაინ მედიებს თავს ესხმის და მათ სისხლის სამართლის დანაშაულში ადანაშაულებს. დღევანდელ ბრიფინგზე პაპუაშვილმა თქვა, რომ ონლაინ მედიებს ქვეყანაში ფული კრიპტოვალუტითა და ჩემოდნებით შემოაქვთ და საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ასავლელად სქემებს იგონებენ. მისივე მოსაზრებით ონლაინ მედიები მიკროფონიანი NGO-ები არიან და კანონდარღვევას ისინი ბრიუსელის კარნახით ჩადიან. ბრიფინგზე პაპუაშვილს ბრალდებებზე საუბრისას მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თუმცა თქვა, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროცესებს აკვირდებიან და დანაშაულის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება ექნებათ. ჩვენ კანონმდებლობას გვერდი უნდა აუარონ, თურმე ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული, ჩემოდნებით უნდა აწარმოონ აქ ფული, რაღაც იმითი კრიპტოვალუტები უნდა რიცხონ და სხვადასხვა ქვეყნებით და ამხელა კრიმინალური ენერგია არის ჩადებული ამაში, რომ მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე მათ შორის, კანონის დარღვევაზე, გადასახადების დამალვაზე, სხვა სახის დანაშაულებზე მიდიან. ამ საკითხებზე მიდიან. პრობლემა საქმე რაშია, რომ ეს უცხოური საქმე იმაშია, რომ ეს დონორები უბიძგებენ აქ ადგილზე არსებულ ორგანიზაციებს, რომ დაარღვიონ კანონი. გამჭვირვალობის კანონზე უკვე ვიცით დადასტურებულად, რომ მათი ნაბიძგებია, რომ არ დარეგისტრირდეთ, მათი კარნახით არ დარეგისტრირდნენ, დონორების კარნახით. То ვინც დარეგისტრირდა იმას მე ფულს არ აძლევენ და თუ გინდა ფული მოგცე არ დარეგისტრირდა არ დაემორჩილო კანონს. მეორე იგონებენ სქემებს, როგორ აუარონ გვერდი საქართველოს კანონმდებლობას და მათ შორის ამ სქემის ნაწილიც არის სისხლის სამართლის შეზღუდვების დარღვევა, როდესაც ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე. ვისი კომპეტენციაც არის ის აკვირდება ამ პროცესებს, სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ შესაბამისი რეაგირება იქნება. ონლაინ მედიების მისამართით ბრალდებები დღეს პარლამენტშიც ისმოდა. ხალხის ზალის წევრმა ზურაბ ქადაგიძემ ონლაინ გამოცემების საინფორმაციო ტერორიზმში დაადანაშაულა. როდესაც რადიკალიზმმა აზრი დაკარგა, რევოლუცია ჩავარდა და ექსტრემიზმმა თავი ამოწურა, აგენტოკრატების პატრონები მიხვდნენ, რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში ამინს ვეღარასდროს შექმნიან. აბსოლუტურად განულებულია მათი რეიტინგი და მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ავანსცენიდან ასე რიგრიგობით ჩამოხსნილი აგენტოკრატები ახალი რაღაც კარგად ორგანიზებული მედია სინდიკატით ჩაანაცვლონ. დიახ, 2 დღის წინ ჩვენ ვნახეთ უცხო ქვეყნის პირდაპირ პოლიტიკური ინტერვენცია მედია სინდიკატის მეშვეობით. ბატონებო, ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული საინფორმაციო სპეცოპერაცია საქართველოში. წარმოიდგინეთ, ბრიტანულმა და ევროპულმა ფონდებმა 22 მედია საშუალება დააფინანსეს 17,5 მილიონი ლარით. ჩვენ არ ვზღუდავთ მედიას, თავისუფალი მედია, დიახ, არის დემოკრატიის საფუძველი, მაგრამ ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდოღირებულებები, თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი, დიახ, საინფორმაციო ტერორიზმი, ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება. 23 ნოემბერს პროპაგანდისტულმა TV-იმედმა ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომლითაც ონლაინ მედიები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტებად, ანტიქართულ გამოცემებად დაასახელა და თქვა, რომ მათ იატაკქვეშა ქსელი აქვთ. იმედის მთავარი მტკიცებულება მედიის წინააღმდეგ ის არის, რომ ონლაინ მედია ხელისუფლების განათლების რეფორმას და არაბულ ინვესტიციებს აკრიტიკებს. იმედი და ოცნების ლიდერები თვლიან, რომ კრიტიკული მედია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებენ. ონლაინ მედიები იმედს თვითრეგულირების ორგანოში უჩივიან და გავრცელებული სიცრუის უარყოფას ითხოვენ.